მოგესალმებით, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ რაიონის ყველაზე ინტელექტუალური მოსწავლეების შერჩევას. შერჩეულია ფინალური ტურის 4 მონაწილე, დღეს მეხუთე მონაწილე უნდა გამოვლინდეს. სტუდიაში უკვე შეიკრიბნენ ტურის მონაწილენი და შეკრებილია ჟიურიც. მე პირველ რიგში გაგაცნობთ იმ მოსწავლეებს, ვინც დღევანდელ ტურში ღებულობს მონაწილეობას. კვანტიძე შუშანიკი საზანოს პირველი საჯარო სკოლა. მშვენიერაძე რიტა ცხენთაროს საჯარო სკოლა. ფერაძე ჯემალი ზედასაქარის საჯარო სკოლიდან. ხიჯაკაძე ნათია ილემის საჯარო სკოლა. კვირიკაშვილი იზო მეორე სვირის მეორე საჯარო სკოლა. არაბიძე ნინო ქვედასაქარის საჯარო სკოლა. ბაკურაძე გიორგი პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე. გოცაძე ბაია თავისუფალი სკოლა. ლელაძე ეთო მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე. ყომახიძე ბორისი მეშვიდე საჯარო სკოლიდან და ჯაფარიძე გიორგი მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე. მივესალმებით დღევანდელი ტურის მონაწილეებს და ტრადიციულად წარმატებებს უსურვებთ მას. პროექტი რაიონის ყველაზე ინტელექტუალური მოსწავლე 6 წლის წინ დაიწყო. წელს მე-6 სეზონია უფრო სწორად. ორგანიზატორები იციან ჩვენმა ტელემაყურებლებმა, მე მხოლოდ განმეორდები, რომ გახლავან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, საგანმანათლებლო რესურს ცენტრი და ტელეკომპანია არგო. დაწესებულია სერიოზული პრიზები, ფინალური ტური გაიმართება წინა საახალწლო დღეებში, ამდენად გამარჯვებულისათვის ძალიან კარგი საჩუქარი იქნება. კიდევ ერთი გამარჯვება აქ და აღნიშნა მისი წარმატებისა. რაც შეეხება თავად კონკურსს, მოკლე დებულებას ამ კონკურსის შესახებ ბატონი დავით ლაბაძე მოგვახსენებს. დღეს ისე როგორც ამ წინა სეზონებშიც უცვლელად თავმჯდომარეობს ჟიურის და ბატონო დავით, შევახსენოთ მონაწილეებს, როგორია ძირითადი პრინციპი. მივესალმებით ტელემაყურებელს, მოგესალმებით მონაწილეებს. დღესაც, როგორც ყველა წინა ტური, ჩვენი კონკურსი შედგება 3 ეტაპისაგან. პირველ ეტაპზე მოგეცემათ 15 შეკითხვა. დრო თითოეულ კითხვაზე 1 წუთი, სწორად გაცემული პასუხისათვის 1 ქულა, არასწორად გაცემული პასუხისათვის 0 ქულა. პირველი ტურის შედეგებით 5 საუკეთესო მონაწილე გადავა მეორე ტურში. მეორე ტურში მოგეცემათ 10 შეკითხვა. პირველი და მეორე ტურის ქულათა ჯამის მიხედვით 3 საუკეთესო მონაწილე გადავა მესამე ტურში და მესამე ტურში 3 ტურის ქულათა ჯამის მიხედვით გამოვლინდება კონკურსის ერთი გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ფინალურ ტურში. სწორედ იმ ფინალურ ტურში, სადაც გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ძალიან მნიშვნელოვანი ფასიანი საჩუქრებით. პირველ ადგილზე გასული ღებულობს ნოუთბუქს, მეორე ადგილზე გასული ღებულობს ფერად ტელევიზორს, მესამე ადგილზე გასული ღებულობს მობილურ ტელეფონს. ასე რომ თქვენი ცოდნით და თქვენი ინტელექტით შეგიძლიათ მოიპოვოთ საკმაოდ მნიშვნელოვანი პრიზები. წარმატებებს გისურვებთ. დღევანდელ კონკურსს მეთვალყურეობას გაუწევს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც მუშაობენ ორგანიზატორი, მუნიციპალიტეტის გამგეობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2 მთავარი სპეციალისტი, ქალბატონები თამარ ლურსმანაშვილი და ქალბატონი შორენა გაბეხაძე. საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთევან ედიბერიძე დღეს ესწრება ჩვენს კონკურსს და ისიც ერთ-ერთი აქტიური ჟიურის წევრია და ტელეკომპანია არგოს მხრიდან მე მივიღებ მონაწილეობას. ეხლა რაც შეეხება პირველ ტურს 15 კითხვა, რომელიც სტუდიაში დაურიგდებათ მონაწილეებს. 15 ქულით შეფასდება, ვინ რამდენ ქულას მოიპოვებს, ამას ოდნავ მოგვიანებით შეიტყობთ, მანამ კი მოდით ტელეეკრანზე ვნახოთ ის კითხვები, რომლებიც დღეს სტუდიაში რიგდება. რომელი სოფლიდან გაიტაცეს ლეკებმა დავით გურამიშვილი. ვისი დაწერილია მუსიკა ფილმისათვის დათა თუთაშხია.
სულხან საბაურბელიანის სიბრძნეს სიცრუეში სედრაკი უფლისწულს ურჩევს იყოს ერთგული როგორც ძაღლი, ძლიერი როგორც ჭიანჭველა და გონიერი როგორც გრდემლი, უზანგი, ჩაქუჩი, ადამიანის რომელი ორგანოს ნაწილებს ქვია ასეთი უცნაური სახელები. რას შეისწავლის ბონისტიკა? ქართული გამოცანა მამა დაგრეხილი, დედა დაჭყლეტილი, შვილი გადარეული. დაასახელეთ ის, რასაც ბავშვები 6 წლის ასაკში სწავლობენ. დღევანდელ მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი ამის უცოდინარია. ავენტინი, ესკვილინი, ცელიუმი, კვირინალი, ვიმინალი, კაპიტოლიუმი და პლატინი. რა ჩამოვთვალეთ? რომელ ქალაქში ცხოვრობდა სპაიდერმენი? ცერული, სარმა, მოგვერდი, კაური, ლოჯური და კისრული. რა ჩამოვთვალეთ? დაასახელეთ ქართველი პოეტი, რომლის დედა ეფემია გრიგოლ ორბელიანის ღვიძლი დადა ერეკლე მეორის შვილიშვილი იყო. საქართველოს რომელი კუთხის ადმინისტრაციული ცენტრია ომალო. დაასახელეთ ნატა ვაჩნაძის ქალიშვილობის გვარი. დაასრულეთ არტურ შოპენჰაუერის სიტყვები ნუ ეტყვი მეგობარს იმას რაც. დაასახელეთ პირველი ქართველი მთასვლელი ქალი, რომელმაც უშბა დალაშქრა. ტელეეკრანიდან 15 კითხვის შესახებ ვიცით ის, რომ ზოგიც იყო მარტივი, ზოგიც რთული, მაგრამ იყო კითხვები მრავალფეროვანი. ბატონო დავით, როგორ შეძლეს ამ ტურში თავის გართმევა მოსწავლეებმა და რამდენად სწორად უპასუხეს და საინტერესოა, როგორია სწორი პასუხები? ჩვენ მოგახსენებთ პირველი ტურის შეკითხვებზე სწორ პასუხებს, რომელიც სოფლიდან გაიტაცეს ლეკებმა დავით გურამიშვილი ლამის ყანიდან. მისი დაწერილია მუსიკა ფილმისათვის დათა თუთაშხია, იძინა კვერნაძის. სულხან საბაურბელიანის სიბრძნეს სიცრუისაში სედრაკი უფლისწულს ურჩევს იყოს ერთგული როგორც ძაღლი, ძლიერი როგორც ჭიანჭველა და გონიერი როგორც ვირი. გრდემლი, უზანგი, ჩაქუჩი, ადამიანის რომელი ორგანოს ნაწილებს ქვია ასეთი სახელები, ყურის ნაწილებს. რა შეისწავლის ბონისტიკა, ქაღალდის ფულს, ქართული გამოცანა, მამა დაგრეხილი, დედა დაჭყლეტილი, შვილი გადარეული, ვაზი, ყურძენი, ღვინო. დაასახელეთ ის, რასაც ბავშვები 6 წლის ასაკში სწავლობენ. დღევანდელ მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანია ამის უცოდინარი. წერა კითხვა. ავენტილი, ესკვირინი, ცელიუმი, კვირინალი, ვიმინალი, კაპიტოლიუმი და პლატინი. რა ჩამოვთვალეთ? ეს არის 7 ბორცვის სახელი, რომელზედაც ქალაქი რომია გაშენებული. რომელ ქალაქში ცხოვრობდა სპაიდერმენი ნიუ-იორკში? ცერული, სარმა, მოგვერდი, კაური, ხოჯური და კისრული. რა ჩამოვთვალეთ? ქართული ჭიდაობის ილეთები. დაასახელეთ ქართველი პოეტი, რომლის დედა ეფემია გრიგოლ ორბელიანის ღვიძლი დადა ერეკლე მეორის შვილიშვილი იყო. ნიკოლოზ ბარათაშვილი. საქართველოს რომელი კუთხის ადმინისტრაციული ცენტრია ომალო თუ შედის? დაასახელეთ ნატო ვაჩნაძის ქალიშვილობის გვარი ანდრონიკაშვილი. დაასრულეთ არტურ შოპენჰაუერის სიტყვები. ნუ ეტყვით მეგობარს იმას, რაც მტერმა არ უნდა იცოდეს. დაასახელეთ პირველი ქართველი მთასვლელი ქალი, რომელმაც უშბა დალაშქრა. ალექსანდრა ჯაფარიძე. პირველ ტურში მონაწილეებმა დააგროვეს შემდეგი რაოდენობის ქულები. კვანტიძე შუშანიკი 4 ქულა, ფერაძე ჯემალი 3 ქულა, ღიაკაძე ნათია 4 ქულა, კვირიკაშვილი იზო 1 ქულა, არაბიძე ნინო 9 ქულა, ბაკურაძე გიორგი 5 ქულა, კოცაძე ბაია 4 ქულა, ლელაძე ეთერი 4 ქულა, კომახიძე ბორისი 7 ქულა, ჯაფარიძე გიორგი 2 ქულა, შვენიერაძე რიტა 3 ქულა. მეორე ტურის მონაწილეების გამოსავლენად საჭირო გახდა დამატებითი ტურის ჩატარება კვანტიძე შუშანიკს, ხიჯაკაძე ნათიას,
გოცაძე ბაიასა და ლელაძე ეთერის შორის. ამ 4-დან უნდა შერჩეულიყო 2 საუკეთესო. დამატებითი ტურის შედეგად მეორე ტურში გადავიდა ხიჯაკაძე ნათია და ლელაძე ეთერი. ამრიგად პირველი ტურის შედეგების მიხედვით მეორე ტურის 5 მონაწილეა. არაბიძე ნინო ქვედასაქარა 9 ქულით, კუმახიძე ბორისი მე-7 საჯარო სკოლა 7 ქულით, ბაკურაძე გიორგი პირველი საჯარო სკოლა 5 ქულით, ხიჯაკაძე ნათია ილმის საჯარო სკოლა 4 ქულით, ლელაძე ეთერი მე-4 საჯარო სკოლა 4 ქულით. ხო ამ 5 მონაწილეს დაარჩეს სტუდიაში. რამდენად მრავალფეროვანია მეორე ტურის კითხვები, ეს ჩვენ ტელეეკრანზე ვნახოთ. ვინ დაამკვიდრა ხმარებაში პირველად ტელესკოპი? ნიკოროზ ბარათაშვილის შემოქმედება ხელნაწერი რვეულის სახით შთამომავლობას შემოუნახა, რა ერქვა ძველი აღქმის პირველ წიგნს. როგორი სამკუთხედის სამივე სიმაღლე იკვეთება მის ერთ წვეროში. რა ქვია ლიტერატურულ ჟანრს, როდესაც მწერალი საკუთარ ცხოვრებას აღწერს? ვინ არის მეფისტოფელი? რა უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სამნიშნა რიცხვის ციფრთა ჯამს, თუ ამ რიცხვის ციფრები განსხვავებულია ერთმანეთისაგან? რა ქვია გაზეთის ხელმძღვანელს? ჭადრაკში რომელ ფიგურად არ შეიძლება გადაიქცეს სპაიკი? როგორი სიჩქარე ექნებათ ვაკუუმში ტყვის ნაჭერსა და ბუმბულს? ჩვენ მეორე ტურის შედეგებით დავბრუნდით სტუდიაში, მაგრამ ვიდრე უშუალოდ შედეგებს გავიცნობდეთ, რამდენადაც ეს სასკოლო პროექტია და უფრო მეტი მაყურებელთა წრე მოსწავლეები არიან. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალბატონო ქეთევან 2 სიტყვით სკოლაში წელს ჩასატარებელი გამოცდების შესახებ მხედველობაში მაქვს დამამთავრებელი კლასი. ჩვენ ვიცით, რომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სკოლები თავად ირჩევენ გამოცდის ჩატარების მოდელსა და პრინციპს. რა მდგომარეობაა ჩვენ სკოლებში? უმთავრესად რაზე გააკეთეს აქცენტი რაიონის საჯარო და კერძო სკოლებმა? როგორ წარიმართება გამოცდები? მოგესალმებით, წელს მართალია გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა სკოლებს დაეკისრა. ეროვნული ცენტრი არ ატარებს გამოცდებს. საქმე იმაშია, რომ ეს პასუხისმგებლობა სკოლა მთლიანად გაიზიარა. საატესტატო გამოცდები ჩატარდება ყველა სკოლაში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში. ფორმას და შინაარსს განსაზღვრავენ სკოლები და ისინი შეარჩევენ ისეთ ფორმას, შესაბამისად შინაარსიც გამოცდაც ისეთი ექნება, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა, რომლებიც ამთავრებენ საშუალო საფეხურს, ჰქონდეთ მათ ის მინიმალური სტანდარტის ცოდნა, რომელიც აუცილებელია ატესტატის მისაღებად. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოსწავლეები მოემზადებიან გამოცდებისათვის ისე, რომ მათ ღირსეულად შეძლონ ატესტატის აღება. აი ფორმის შესახებ თუ გააკეთა განაცხადი ჯერ რომელიმე სკოლა? ფორმასთან დაკავშირებით ძირითადად ფიქრობ, რომ ტესტირებით მოხდეს გამოცდების ჩატარება, თუმცა სკოლებს აქვთ უფლება და იმის რომ აერჩიონ სხვა ფორმატიც, ვთქვათ, ზეპირი გამოცდა, ის ფორმა. ნახოთ, უმეტესი სკოლები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის, ტესტირების ჩატარებას აპირებენ საატესტატო გამოცდებისათვის. გასაგებია. ეხლა კი ბატონო დავით, დაუბრუნდეთ ჩვენ ტურს, როგორია მეორე ტურის შედეგები? ჯერ მოგახსენებთ მეორე ტურის შეკითხვებზე სწორ პასუხებს. ვინ დაამკვიდრა ხმარებაში პირველად ტელესკოპი? გალილეო გალილეიმ. ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება ხელნაწერი რვეულის სახით შთამომავლობას შემოუნახა ეკატერინე ჭავჭავაძემ. რა ერქვა ძველი აღქმის პირველ წიგნს დაბადება? როგორი სამკუთხედის სამივე სიმაღლე იკვეთება მის ერთ წვეროში მართკუთხა? რა ქვია ლიტერატურულ ჟანრს, როდესაც მწერალი საკუთარ ცხოვრებას აღწერს? მემუარი. ვინ არის მეფისტოფელი ეშმაკი? რა უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სამნიშნა რიცხვის ციფრთა ჯამს, თუ ამ რიცხვის ციფრები განსხვავებულია ერთმანეთისაგან 24. რა ქვია გაზეთის ხელმძღვანელის რედაქტორი?
ჭადრაკში რომელ ფიგურად არ შეიძლება გადაიქცეს პაიკი მეფედ როგორი სიჩქარე ექნებათ ვაკუუმში ტყვის ნაჭერსა და ბუმბულს ერთნაირი მეორე ტურში მონაწილეებმა დააგროვეს შემდეგი რაოდენობის ქულები ხიჯაკაძე ნათიას 3 არაბიძე ნინო 4 ბაკურაძე გიორგი 7 ლელაძე ეთერი 4 კომახიძე ბორისი 5 ამრიგად ორი ტურის ქულათა ჯამის მიხედვით ხიჯაკაძე ნათიას აქვს 7 ქულა არაბიძე ნინოს 13 ბაკურაძე გიორგის 12 ლელაძე ეთერის 8 კომახიძე ბორის 12 გამოვლინდა მესამე ფინალური ტურის 3 მონაწილე არაბიძე ნინო 13 ქულით ქვედა საქარა ბაკურაძე გიორგი 12 ქულით პირველი საჯარო სკოლა და კომახიძე ბორისი 12 ქულით მეშვიდე საჯარო სკოლა ხო ამ 3 მონაწილეს დარჩეს სტუდიაში მესამე ტურის 3 მონაწილე და 5 კითხვა ვნახოთ ვინ შეძლებს დღეს ფინალური ტურის საგზურის მოპოვებას რა არის რუბიკონი რომელ წელს გამოვიდა აკაკის თხზულებათა პირველი ტომი რომელი მეტალის გაყალბებასთან ასოცირდება არქიმედეს შეძახილი ევრიკა რამდენი შვილი ჰყავდა ილია ჭავჭავაძეს როგორი მუსიკალური ნაწარმოებია რეკვიემი ჩვენ უკვე მესამე ტურის შედეგებით დაუბრუნდით ჩვენს მაყურებლებს ბატონო დავით 5 კითხვა იყო მოგახსენებთ მესამე ტურის შეკითხვებზე სწორ პასუხებს რა არის რუბიკონი მდინარე რომელ წელს გამოვიდა აკაკი წერეთის თხზულებათა პირველი ტომი 1893 წელს რომელი მეტალის გაყალბებასთან ასოცირდება არქიმედეს შეძახილი ევრიკა ოქროს რამდენი შვილი ჰყავდა ილია ჭავჭავაძეს არც ერთი რომელი როგორი მუსიკალური ნაწარმოებია რეკვიემი სამგლოვია რომ მესამე ტურში არაბიძე ნინომ დააგროვა 3 ქულა ბაკურაძე გიორგი 4 კომახიძე ბორისმა 2 ამრიგად 3 ტურის ქულათა ჯამის მიხედვით არაბიძე ნინოს აქვს 16 ქულა ბაკურაძე გიორგისაც 16 კომახიძე ბორის 14 გამარჯვებულის გამოსავლენად არაბიძე ნინოსა და ბაკურაძე გიორგის შორის ჩატარდა დამატებითი ტური სადაც მიცემული იყო 3 შეკითხვა პირველი რას ნიშნავს სახელწოდება ისლანდია მეორე რა ჰქვია ჯეირანს მეორენაირად მესამე ვინ იყო ბერისა და იღბლის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში დამატებით შეკითხვებში ორი სწორი პასუხი ჰქონდა ბაკურაძე გიორგის ერთი არაბიძე ნინოს ამრიგად დღევანდელი შესარჩევი ტურის გამარჯვებული გახდა პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ბაკურაძე გიორგი რომელსაც წარმატებას უსურვებთ ფინალურ ტურშიც კონკურს რაიონის ყველაზე ინტელექტუალურ მოსწავლეს უკვე მეხუთე ფინალისტი ყავს გიორგი ბაკურაძე პირველი საჯარო სკოლიდან გიორგი გილოცავთ გამარჯვებას ფინალში გადასვლას და ვის მიმართავ ტელეეკრანიდან მე და პირველ რიგში მადლობა მინდა გადავხადონ ჩემს სკოლას და მასწავლებლებს და ყველას იმედია ფინალშიდაც კარგ შედეგს აჩვენებთ ასეთი იყო კონკურსი ყველაზე ინტელექტუალური მოსწავლის მეხუთე შესარჩევი ტური ჩვენ მე-6 ტურამდე გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ